ეს არ არის უკრაინის ტერიტორია. უკრაინა არის ხელოვნურად შექმნილი. დღეს უკრაინელები სამარცხვინოდ სტალინს ლანძღავენ და სტალინის ძეგლი უნდა ედგას ყველა უკრაინელ სახლში. აი ეს ქვეყანა დღეს რაც არის, ეს არის სტალინის შექმნილი. არაერთხელ მithქვამს, რომ დამესიან. ეს იყო რეჩ პოსპოლიტას ტერიტორიები, ხალხო. ძალიან საინტერესო სახელმწიფო წარმონაქმნი იყო, ალბათ პირველად ისტორიაში, რომ მეფეს თვითონ პარლამენტი ირჩევდა კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო იყო და 1795 წელს დაიშალა რეჩ პოსპოლიტა და ერთ-ერთი დამშლელი რუსეთიც იყო და აი ზუსტად ეს აღმოსავლეთის ტერიტორიები რაც არის დღეს, ყველა შეხვდა რუსეთს. და იგივე ეს ებრაელები ძირითადად იქ იყვნენ დასახლებული და წამოიღო რუსეთმა. აი დღევანდელი დონეცკის ოლქი აღმოსავლეთ რომ ამბობთ. ყირიმთან საერთოდ შეხება არ აქვს უკრაინას. საერთოდ ყირიმი იყო სახანო და შემდეგ 1793 წელს ეკატერინე მეორემ წაართვა სახანო შემოიერთა და იმიტომ ერქვა პაჭონკის კნიაზ თავრიცკი. ისტორია არ ვიცით, მოვდივართ, საუბრობთ, წარმოდგენა არ აქვს არავის და აყოლილი ვართ პოლიტიკურ კონიუნქტურას. უარეს კიდე რაც მე ახლა იმ საუბარში არ მithქვია რეჩ პოსპოლიტეს დამოკიდებულება აი უკრაინის ისტორიასთან მეცნიერება რა საუკუნო ზავი გააფორმა რუსეთთან საუკუნო ზავი რითაც გადაესა კიევი რუსეთის გავლენის სფეროში ლევა პაბერეს მარცხენა სანაპირო უკრაინეს აი დღეს სადაც საომარი მოქმედებები ეს არის მე-17 საუკუნე ჩემო კარგო საქართველოში ხო ეს წესია რომ მის ზარეთან ხო შენ უკვე რუსეთუმე ხარ რუსეთის აგენტი ხარ გამოვიდეს ნებისმიერი და ამის საპირისპირო დაგვიმტკიცოს მოდი და შემეკამათეთ ისტორიული ფაქტით ისტორია არის მსაჯული ისტორიას უყვას პასუხის გაცემა ისტორიას უყვას მოთხოვნა ისტორია ყოველთვის დამნაშავის ჯჯის დღეს საერთოდ საუბარი არ არის ყირიმზე რატო არ საუბრობენ ყირიმზე მე რომ მთელი ამბავი ამით ეხეს და საიდან რატო არ საუბრობ ანანაირი შეხებაც კი უკრაინას ყირიმთან არ ქონია